გარდა კონგრესმენ სტივ კოვენთან შეხვედრისა წარმომადგენლობით პალატაში, ჩვენ ასევე დღეს გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა სენატში, კონგრესის ზედა პალატაში, იმისთვის რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს და ამას ჩვენ ხელი შევუწყოთ მეგობარი აქტის მისაღებად უკვე სენატში, რის შემდეგაც მეგობარი აქტი გადაეცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად, რომელსაც ის აუცილებლად ხელს მოაწერს და ამით შევა ის ძალაში და ამოქმედდება პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ისევე როგორც მის ხელშემწყობებზე, ნაცვლად იმისა, რომ მეგობარი აქტი იყოს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის მივიღოთ უამრავი სიკეთე, ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს პერსონალური სანქციების გამოყენება ივანიშვილის და რუსეთის გავლენების სხვა გამომცემლებლების წინააღმდეგ საქართველოში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავასრულოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დავასრულებთ კიდეც და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, პროდასავლური, პროამერიკული, პროევროპული განვითარების გზას. მას შემდეგ აქ ყველგან სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ევროკავშირის ნებისმიერ უწყებაში საქართველოსთვის ყველა გზა ღია იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული, წარმატებული, თავისუფალი სამყაროს ამაყი და სრულფასოვანი წევრი. ამ ღია წერილით ოცნების რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რომ ისინი არიან კოლექტიური რუმინელი კელინ გეორგესკუები, რომელიც ღიად პროპუტინისტი ლიდერია, იყო უпростоრად რუმინეთში, რომელიც ვეღარ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ასევე ცდილობენ იმავდროულად, რომ შეაფერხონ მეგობარი აქტი, რომელიც უკვე სენატში არის გადმოსული, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ასეთი ღია წერილებით საქმე რა თქმა უნდა არ კეთდება, ამ რეჟიმს ყველაზე მეტად ის აღიზიანებს და იმას ვერ ეგუება, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც რჩება პროდასავლურ, პროევროატლანტიკურ ვექტორზე და ინარჩუნებს ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.